წარმოუდგენელი დანაკარგები. რუსეთის უკრაინაში შეტრის მთავარი ნიშანია. თვეების განმავლობაში პუტინი გულგრილად აგზავნის კიდევ უფრო მეტ თავის ჯარისკაცს ხორცსაკებში. ეს არ არის შეცდომა რუსეთის სტრატეგიაში, ეს მისი მთავარი მახასიათებელია. მაგრამ ეხლა ეს ყველაფერი რუსეთს უბრუნდება. უკრაინის დაზვერვამ გამოავლინა, რომ რუსეთის არმია დაშლის ზვარზეა. ამას ციფრებიც ამტკიცებს. კაცრი სტატისტიკა არ თხოის, რადგან უფრო მეტი რუსი იღუპება, ვიდრე ოდესმე ადრე. და სწორედ აქ იწყება ყველაფერი პუტინისთვის და მისი ბარბაროსული ხორცსაკების სტრატეგიისთვის რეალურად შეცვლა. რუსეთი ვერ ანაცვლებს თავის დანაკარგებს. დასრულდა 2026 წლის აპრილი და ამით დასრულდა 50 თვე, რომელიც უკრაინამ გაატარა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში. მონაცემები უკვე ცნობილია და აპრილი უკვე მეხუთე ზედიზედ თვეა, როცა უკრაინამ შეძლო რაღაც განსაკუთრებულის მიღწევა. უკრაინის ბრძოლის ველზე უფრო მეტი რუსი ჯარისკაცი იღუპება, ვიდრე რუსეთს შეუძლია ახალი ჯარისკაცების გაწვევა თავის არმიაში. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა მიხაილო ფედოროვმა ეს ინფორმაცია გაავრცელა 5 მაისის ტელესის ტელეგრამის პოსტში, სადაც განაცხადა: აპრილში 35,203 რუსი სამხედრო განადგურდა ან მძიმედ დაიჭრა. ყველა მარცხე ვიდეოზეა დადასტურებული. ეს ნიშნავს, რომ მეხუთე თვეაზე დიზეთ რუსეთი უფრო მეტს კარგავს, ვიდრე შეუძლია მობილიზება და თანდათანობით ზარალებით იხჭობა. ეს დაახლოებით ემთხვევა იმ ჯარისკაცების რაოდენობას, რომელიც რუსეთმა მარტში დაკარგა, როდესაც უკრაინა მოახერხა და რეკორდული 35,351 ჯარისკაცი გაანეიტრალა. ასევე აღსანიშნავია, რომ მარტს ერთი დღით მეტი აქვს ვიდრე აპრილს. ფიოდოროვის განცხადების მიხედვით, რუსეთი აეხლა ყოველდღიურად ოდნავ მეტს, ვიდრე 1070 ჯარისკაცს კარგავს. თუ აპრილს ერთ დღეს დავამატებთ, რათა მარტის სიგრძეს გაუტოლდეს, უკრაინას მარტივად გადააჭარბებდა თვის რეკორდს, დაახლოებით 1000 მსხვერპლით. თაობულთა რაოდენობა იზრდება. როგორც მალე გაიგებთ, აქედან რუსეთისთვის ყველაფერი მხოლოდ გაუარესდება. რეკრუტირებას რომ დაუბრუნდეთ, 2025 წლის დეკემბრიდან 2026 წლის აპრილამდე 5 თვის განმავლობაში რუსეთმა დაკარგა 156,735 ჯარისკაცი, იუწყება United 24 მედია. ეს ნიშნავს საშუალო თვიურ დანაკარგს 31,347 ჯარისკაცის ოდენობით. ამავე პერიოდში რუსეთმა მოახერხა 158,400 ადამიანის რეკრუტირება. ეს ნიშნავს დაახლოებით 8,300 ჯარისკაცის დეფიციტს, რაც მიუთითებს, რომ პირველი შეხედვით ეს შეიძლება ბევრად არ მოგეჩვენოთ, მაგრამ როდესაც რუსეთის მთელი სტრატეგია იმაზეა აგებული, რომ უკრაინაზე მეტი ცოცხალი ძალა ექნება და ეს ომის მოსაგებად საკმარისი იქნება, შემცირებული არმია მათთვის კატასტროფაა. რუსეთს სჭირდება დაკარგული შევსება და არსებული ძალების გაზრდა. ის არც ერთს აკეთებს და ეს არის ნიშანი მოსაოდნელი რეკრუტირების კრიზისისა, რომელმაც შეიძლება პუტინი აიძულოს გადადგას ის ნაბიჯი, რომლის თავიდან აცილებასაც ცდილობს ომის დაწყების დღიდან. მობილიზაცია შეიძლება რუსეთში დაიწყოს. ეს ყველაფერს შეცვლის. ამ ეტაპზე შეიძლება გაიფიქროთ, საერთოდ საიდან იცის უკრაინამ ეს რიცხვები. ჩვენ გვაქვს კარგი პასუხი მსხვერპლის შესახებ. აქ არაფერს არ აფასებენ. თითოეული მსხვერპლი დასხვერპლი დადასტურებულია, როგორც ფიოდოროვი ამხელს. უკრაინის თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ ეს რიცხვები მოდის უკრაინის დრონების არმიის სისტემიდან. სისტემას თავაზობს ბონუსებს უკრაინელ ჯარისკაცებს, რომლებიც ატვირთავენ დრონების დარტყმების ვიდეო მასალას, რაც მსხვერპლს იწვევს. რაც ნიშნავს, რომ ყოველი მსხვერპლი, რომელსაც უკრაინა ასახელებს, ფაქტობრივად არის მონაცემი, რომელიც იტვირთება სისტემაში. თავდაცვის სამინისტრო შეუძლია უყუროს თითოეულ მსხვერპლს და ჯარისკაცებს აჯილდოებს ეკულებით, რომლებსაც ისინი შემდეგ იყენებენ მეტი ბენ დრონის აღჭურვილობის შესაძენად ბრძოლისთვის. ეს გვაძლევს მკაფიო წარმოდგენას, რომელი დანაყოფები და იარაღებია ყველაზე ეფექტური მიყენებული ზიანის მასშტაბებსა და მტრის ყოველდღიურ დანაკარგებზე, ამტკიცებს ფიოდოროვი. ეს ასევე ამატებს კიდევ ერთ საინტერესო ასპექტს რუსეთის რეკრუტირებას, რომ ძირს უთხრის იმ მსხვერპლის სტატისტიკას, რომელსაც უკრაინა აქვეყნებს. 156,735 რუსი მსხვერპლი ბოლო 5 თვეში მხოლოდ ისაა, რაც უკრაინამ შეძლო დაედასტურებინა თავისი დრონების არმიის სისტემით. კიდევ ბევრია ამის გარდა. ყოველი საარტილერიო დარტყმა, რომელიც არ არის გადაღებული, მსხვერპლის სიას ამატებს. როდესაც უკრაინა ახორციელებს საშუალო მანძილზე დარტყმებს სარდლობის პუნქტებზე და მსგავს შენობებზე, ის მაინც იწვევს მსხვერპლს, თუნდაც ეს მსხვერპლი დრონებით არ ფიქსირდებოდეს. 156,735 არის აბსოლუტური მინიმალური რაოდენობა რუსი მსხვერპლისა 2025 წლის დეკემბრიდან 2026 წლის აპრილამდე პერიოდში. რეალური რიცხვი შეიძლება 1000-ობით მეტი იყოს. იმისთვის, რომ კიდევ უფრო გაამწვავოს უკვე ღრმა ჭრილობა, უკრაინა ასევე აღწევს ამ შთამბეჭდავ მსხვერპლის მაჩვენებლებს. იმაზე ნაკლები თანხით, ვიდრე აქამდე ოდესმე დახარჯვა დასჭიროებია. უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემების ძალების, ანუ USF-ის მეთაურმა რობერტ ბროვდიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა ფიოდოროვის განცხადება. თუმცა ის ასევე საინტერესო ხედოს გთავაზობს იმ როლზე, რომელსაც USF ასრულებს მსხვერპლის მაჩვენებლების გაზრდაში. ბროვდის თქმით, USF აპრილში პასუხისმგებელი იყო 10,591 რუსი ჯარისკაცის დარტყმის მიყენებაზე. ეს თავისთავად საინტერესოა, რადგან აჩვენებს, რომ დრონების არმიის სისტემაში დაფიქსირებული მსხვერპლის დაახლოებით 2/3 მოდის ჩვეულებრივ ჯარისკაცებზე, რომლებიც მიწაზე იბრძვიან.
ესენი არიან ჯარისკაცები, რომლებიც USF-ის შემადგენლობაში არ შედიან, მაგრამ იყენებენ დრონებს რუსეთის წინააღმდეგ. მაგრამ თუ USF-ის მაჩვენებელს დავჩებით, ბროდი ამბობს, რომ USF ახერხებს თითო რუს ჯარისკაცზე მხოლოდ $882 პასად მიაღწიოს ასეთ მსხვერპლს. ეს ძალიან მცირეა. რუსეთი თავის ჯარისკაცებს უფრო მეც უხდის უკრაინაში ერთი თვის ბრძოლაში მონაწილეობისთვის. ტრის რესურსების დრონის პლასტმასსა და მეტალში გაცვლა თანამედროვე ომში ერთ-ერთ ყველაზე ეფექტიან გაცვლად მიიჩნევა, აცხადებს ბროდი. და აქ მასთან კამათი რთულია. ერთი დრონი, რომელიც მხოლოდ რამდენიმე ასეული $1 ღირს, ახლა საკმარისია, რომ რუსეთს ჯარისკაცი დაუჯდეს, ის აღჭურვილობა რაც მას აქვს და ყველა ის თანხა, რაც ამ ჯარისკაცის ფრონტზე მოყვანაშია ჩადებული. ომში, სადაც ბრძოლის ველის ეკონომიკა სულ უფრო გადამწყვეტი ხდება, ასეთი ინვესტიციის ანაზღაურება თამაშის წესებს ცვლის. და როგორც ვიდეოს დასაწყისში ვთქვით, ეს მხოლოდ გაუარესდება რუსეთისთვის. აი როგორ. უკრაინამ ბოლო 5 თვის განმავლობაში სისტემური მიდგომა აერჩია, რომ რუსეთს რაც შეიძლება მეტი დანაკარგი მიატენოს. ამ მიდგომას ოპერაციული საზომი აქვს. უპილოტო სისტემების ძალებში მთავარი საზომი ახლა ისაა, რომ ყველა სამიზნის მინიმუმ 30% უნდა იყოს მტრის ცოცხალი ძალა. ბოლო 11 თვის ოპერაციების განმავლობაში უპილოტო სისტემების ძალებმა მიაღწია 29.59%-იან მაჩვენებელს, ასე რომ აშკარად ჯერ კიდევ არის ზრდის პოტენციალი. მიუხედავად ამისა, ჩვენ ხედავთ ზრდის ტენდენციას. ამ 11 თვის განმავლობაში უპილოტო სისტემების ძალებმა გაანადგურა 90,470 მტრის ჯარისკაცი. იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ აპრილში უპილოტო სისტემების ძალებმა დაახლოებით 10,500 ჯარისკაცი გაანადგურეს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ თვიური მაჩვენებლები იზრდება. ჯერ კიდევ ბევრი სივრცეა ზრდისთვის, რაც ნიშნავს, რომ რუსეთის დანაკარგების მაჩვენებელი შეიძლება მალე კიდევ უფრო გაიზარდოს. უკრაინის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია თვეში 50,000 დანაკარგის მიზანი, რომელიც ფიოდოროვმა დააწესა, როდესაც იანვარში თავდაცვის მინისტრი გახდა. ფიოდოროვის ლოგიკა აქ მარტივია. თუ რუსეთი თვეში 50,000 ჯარისკაცს დაკარგავს, მას ვერ შეეძლება შეჭრის გაგრძელება. ამჟამად ეს შენარჩუნება საფრთხის ქვეშაა, რადგან რეკრუტირება შეფერხებულია. მაგრამ როგორც USF-ის მაჩვენებლის შემთხვევაში, ვაში 50,000-იანი მიზანი გვაჩვენებს, რომ ზრდისთვის კიდევ არის სივრცე. ფედოროვის მიზნის მისაღწევად თვეში კიდევ 18,000 მსხვერპლი იქნება საჭირო, რაც შეიძლება ძალიან მაღალი ზღვარი ჩანდეს, მაგრამ ასე არ არის. და აი რატო? ბოლო 5 თვის განმავლობაში ვხედავთ, რომ რუსეთი რეკორდული რაოდენობის მსხვერპლს იღებს სულ უფრო ნაკლები სარგებლის სანაცვლოდ. იმდენად, რომ აპრილში რუსეთმა აგვისტო 2024-ის შემდეგ პირველად წმინდა ტერიტორიული დანაკარგი დააფიქსირა. ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც ეს ხდება, არის ის, რომ ამჟამად უკრაინის რელიეფი ძალიან ცუდია შემტევი ძალებისთვის. მკაცრი ყინვიანი ზამთარი შეიცვალა სველი და ტალახიანი ადრეული გაზაფხულით, რაც ანელებს რუსულ შეტევას და მათ ჯარისკაცებს ტალახში აჯედებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უკრაინა რუსულ ძალებს უკვე უზარმაზარ დანაკარგებს აფენებს, რომლებიც ამ ეტაპზე იმდენად აქტიურად არ უტევენ, როგორც მაისიდან და ზაფხულში დაიცავენ შეტევას. პუტინის სტრატეგია მთლიანად ადამიანურ რესურსზე აგებული, რაც შეიძლება მეტი საზარბაზნე ხორცი გაგზავნე უკრაინის თავდაცვაზე დასარტყმელად და იქნებ გაიმარჯვა. როდესაც ზაფხულში მიწა გამაგრდება, პუტინი ამ სტრატეგიას კიდევ უფრო მეტად დაეკრთნობანობა. მეტი რუსი ჯარისკაცი დაიწყებს შეტევებს და უკრაინის დრონები კიდევ უფრო მეტ მათგანს გაანადგურებენ, ვიდრე ახლა ხედავთ. თუ ამას უკრაინის საშუალო მანძილის დარტყმებსაც დავამატებთ, მივიღებთ პერსპექტივას, რომ რუსული არმიისთვის კატასტროფული ზაფხული დადგება. Euromaidan პრესის მიხედვით, აპრილში უკრაინის დარტყმების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა 20-დან 150 კილომეტრამდე, ანუ დაახლოებით 12-დან 90 მილამდე მანძილზე. უკრაინამ აპრილში ამ ტიპის დარტყმები 2-ჯერ მეტი განახორციელა ვიდრე მარტში და 4-ჯერ მეტი ვიდრე თებერვალში. კიდევ ერთხელ ხედავთ, როგორ მუშაობს უკრაინის სისტემური მიდგომა გამოფიტვის ტაქტიკაში. ყოველი საშუალო რადიუსის დარტყმა ანადგურებს სამეთაურო პუნქტს, ლოგისტიკურ ცენტრს, საწყობს ან სხვა მრავალ ობიექტს, რომლებიც რუსეთის წინა ხაზის ჯარისკაცებს ამარაგებს. როდესაც ეს მხარდაჭერა ქრება, ჯარისკაცები დაუცველები ხდებიან. შედეგად მსხვერპლიც იზრდება. ამ ყველაფრის ფონზე რუსეთი ებრძვის დაკომპლექტების კრიზისს, რომელზეც ადრე ვახსენეთ. ვლადიმერ პუტინი უბრალოდ ვერ ახერხებს საკმარისი ხალხის დაკოლიებას, რომ კონტრაქტებზე მოაწერონ ხელი და მის ომში სიკვდილზე წავიდნენ. რაც მას სასუწარკვეთილ მდგომარეობაში აგდებს. რუსეთი ყველაფერს აკეთებს რეკრუტირებისთვის და ეს კიდევ უფრო დიდი პრობლემაა, რომელიც უკრაინის მიერ მიყენებული შთამბეჭდავი დანაკარგების მაჩვენებლების მიღმა დგას. მაგრამ სანამ ამაზე გადავიდოდეთ, ეს არის სამხედრო შოუ და ჩვენ გააჩვენებთ სრულ სურათს, რომელიც სათაურების მიღმა იმალება. თუ ჯერ არ გაქვთ გამოწერა, დააჭირეთ ღილაკს, რომ ყოველთვის ინფორმირებული იყოთ. ახლა რუსული რეკრუტირება. ყველაფერი ცოტა არასწორად მიდის. 13 აპრილის ანგარიშში მილიტანიმ გამოავლინა, რომ რუსეთის 2026 წლის პირველი კვარტლის რეკრუტირება 20%-ით შემცირდა 2025 წლის იმავე პერიოდთან შედარებით. გასულ წელს რუსეთი დღეში 1000-დან 1200-მდე ჯარისკაცს იღებდა, რაც შესაძლოა საკმარისი იყო იმისთვის, რომ დაეფარა ის დანაკარგები, რასაც ახლა უკრაინაში განიცდის. გადავინაცვლოთ 2026 წელზე და ყოველდღიური რეკრუტირება დაახლოებით 800-მდეა შემცირებული, რის გამოც ვიწყებთ იმის დანახვას, რასაც უკრაინა დეფიციტად აფიქსირებს. ეს ხდება მაშინაც კი,
როცა ხელმოწერისთვის ფულადი სტიმულები იზრდება. მილიტანი ამბობს, რომ რუსეთის ფედერალური მთავრობა ახლა ხელმოწერის ბონუსად სტანდარტულად 400,000 რუბლს, ანუ დაახლოებით $5,300 სთავაზობს. ეს ბონუსი ხშირად იზრდება რეგიონული ხელისუფლების მიერ, რომლებიც ხელმოწერისთვის კიდევ უფრო მეტ თანხას სთავაზობენ, რაც ნიშნავს, რომ საშუალო რუსი მოხალისე რეკრუტი ახლა იღებს 1,47 მილიონი რუბლს, ანუ $19,600-ზე მეტს, მხოლოდ იმისთვის, რომ კონტრაქტზე ხელი მოაწეროს. რეგიონულ მთავრობებზე კვოტების შესრულების წიწნეხი ახლა იმდენად მაღალია, რომ ისინი თავიანთი მთლიანი ბიუჯეტის საშუალოდ 4%-ს ხარჯავენ ჯარისკაცების რეკრუტირებაზე. ზოგიერთ რეგიონში ეს ხარჯი 10%-მდე ადის, რაც ნიშნავს, რომ ეს ყველაფერი ფულია, რომელიც ბიუჯეტიდან გამოითხოვება და რომელიც რუსი ხალხის ცხოვრების დონის შენარჩუნებასა და გაუმჯობესებაზე უნდა იხარჯებოდეს. Forces News აღნიშნავს, რომ რუსეთი ასევე სთავაზობს ზედმეტად გულუხ კომპენსაციის სქემებს, როგორც დამატებით სტიმულს. ისინი, ვინც უკრაინაში დაიჭრება, შეიძლება მიიღონ $36,000 ოდენობის კომპენსაცია, თუ დაზიანება საკმარისად მძიმეა. ეს თანხა უნდა გადაეცეს ჯარისკაცის ოჯახს, თუ ისინი ბრძოლის ველზე დაიღუპებიან. და მიუხედავად ამ მასიური და როგორც ზოგი იტყოდა არამდგრადი ფინანსური სტიმულებისა, რუსეთს მაინც არ შეუძლია საკმარისი ჯარისკაცების მოზიდვა, რომ დააკომპენსიროს ის უზარმაზარი დანაკარგები, რასაც უკრაინა აკენებს რუსეთის სამხედრო ძალებს. და საქმე კიდევ უფრო მძიმდება. ეხლა სხვა ქვეყნები პოულობენ გზებს, რომ ხელი შეუშალონ რუსეთის სამხედრო რეკრუტირებას. 5 მაისს Moscow Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დიდმა ბრიტანეთმა დააწესა სანქციების ახალი ტალღა, რომელიც ძირითადად 35 პირს ეხება. პირებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც მონაწილეობენ დაუცველი მიგრანტების რუსულ არმიაში უკანონოდ გადაყვანაში. დიდი ბრიტანეთი აცხადებს, რომ არსებობს ბარბაროსული ქსელი, რომელსაც რუსეთი იყენებს მიგრანტების მოსაზიდად, რათა ისინი პუტინისთვის საზარბაზნე ხორცად აქციოს. რუსეთის მოქალაქეობის პერსპექტივა ხშირად არის ის სატყუარა, რომელსაც აქ იყენებენ, ასევე მაღალი ანაზღაურება. ეს ნიშნავს, რომ რუსეთს შეუძლია ნაწილობრივ შეავსოს შიდა რეკრუტირების დეფიციტი იმით, რომ ფაქტობრივად ატყუებს უცხოელებს და აიძულებს მათ იბრძოლონ ომში, რომელიც მათთან არაფერ კავშირშია. თუ სხვა ქვეყნები, განსაკუთრებით აშშ და ევროკავშირის წევრები დააწესებენ მსგავს სანქციებს, რუსეთის რეკრუტირების კიდევ ერთი გზა დაიხურება და ის აშკარა პრობლემები, რასაც უკასაც უკვე ვხედავთ, კიდევ უფრო გამწვავდება. ციფრები უბრალოდ აღარ მუშაობს რუსეთის სასარგებლოდ. მაგრამ პუტინისთვის მთავარი პრობლემა ისაა, რომ რეკრუტირების დეფიციტი აიძულებს კიდევ უფრო სასოწარკვეთილი ნაბიჯები გადადგას. დავჭერთ მიგრანტ რეკრუტებზე ცოტა ხმით. აპრილის 29-ს Kiev Independent-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის დაზურვამ გამოავლინა რუსეთის გეგმა 2026 წელს 1000-ობით უცხოელი მებრძოლის დაჩქარებული წესით ჩართვის შესახებ რუსეთის არმიაში. მიზანი, როგორც ჩანს, არის 18,500 მიგრანტის გაწვევა, რაც დაახლოებით შეადგენს 9 თვის ჯარისკაცების რაოდენობას რუსეთის ამჟამინდელი თვიური დანაკარგების ტემპით. უკრაინამ ასევე გამოავლინა 27,407 უცხოელი მოქალაქე, რომლებიც რუსეთის არმიაში იბრძვიან 30 მარტის მდგომარეობით. ეს მაჩვენებელი გაიზარდა დაახლოებით 18,000-დან 2025 წლის ნოემბერში და გვაჩვენებს, რატომ შემოიღო დიდმა ბრიტანეთმა ახლახან ეს სანქციები. პუტინს ეს უცხოელი მებრძოლები სჭირდება, რომ როგორმე შეავსოს რაოდენობა. მაგრამ ეს ფაქტი, რომ საერთოდ იყენებს მათ, აჩვენებს, რამდენად სასოწარკვეთილი გახდა იგი. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ამ ეგრეთ წოდებული ჯარისკაცების უმეტესობას რუსულ არმიაში გაწევრიანებაში ატყუებენ. უმეტესობა რუსულად სიტყვასაც ვერ იტყვის. ისინი ვერ მიიღებენ ნორმალურ წვრთნას. ისინი სწორად ვერ გაიგებენ ბრძანებებს, რაც მათ ფრონტის ხაზზე არაეფექტურს ხდის. პუტინი აქ ნიჭს არ ეძებს. ის იღებს ყველაფერს, რასაც შეძლებს, რადგან მისი ერთადერთი პრიორიტეტია, რომ საზარბაზნე ხორცი მუდმივად მიეწოდებოდეს. რუსეთის უცხოური რეკრუტირების ქსელებზე განხორციელებული რეპრესიები ამ კონკრეტულ სასოწარკვეთილ ნაბიჯს შეაფერხებს. მაგრამ პუტინი ყველგან სასოწარკვეთილ მცდელობებში დგამს უიმედო, ბოლო შანსის ნაბიჯებს, რომ როგორმე რუსეთი რეკრუტირების კრიზისიდან გამოიყვანოს. უკვე ვისაუბრეთ იმ აბსურდულ თანხებზე, რასაც პოტენციურ რეკრუტებს სთავაზობენ. მაგრამ ახლა პუტინი ორი ჯგუფისკენ მიმართავს ყურადღებას, რომელთა დაკარგვაც რუსეთს ნამდვილად არ შეუძლია. ქვეყნის ახალგაზრდობა და ისინი, ვინც ცდილობენ შეინარჩუნონ ეკონომიკა, რომელიც უკვე ინგრევა პუტინის ომის ზეწოლის ქვეშ. სტუდენტების მხრივ რუსეთის მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების მინისტრმა ვალერი პალკოვმა ქვეყნის უნივერსიტეტებს განაცხადა, რომ მათი სტუდენტების მინიმუმ 2%-მა უნდა გააფორმოს კონტრაქტი რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან, იტყობინება Pravda. ეს ნიშნავს, რომ ყოველწლიურად მინიმუმ 44,000 უნივერსიტეტის სტუდენტი გაემგზავრება უკრაინაში, თუ პალკოვის სურვილი შესრულდება. ეს რიცხვი გაიზრდება 76,000-მდე, თუ ბრძანება უნივერსიტეტების გარდა სხვა ტიპის პროფესიულ სასწავლებლებსაც მოიცავს. მაგრამ იმაზე უარესია, ვიდრე პუტინისთვის რუსეთის ახალგაზრდების სიკვდილზე დაყოლების ეს მცდელობა, მათზე მუდმივი ზეწოლა. რადიო თავისუფლება, რადიო თავისუფალი ევროპა. თებერვალში იტყობინებოდა, რომ რუსეთის უმაღლესი ეკონომიკური სკოლის გაჭირვებულ სტუდენტებს გულისმომკვლელ არჩევანს სთავაზობენ. ან გარიცხვა, ან თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტის გაფორმება. სხვა უნივერსიტეტებიც მიყვებიან ამ მაგალითს. ზოგიერთმა კი დავალებებით ჩაბარების ვადა 2 კვირამდე შეამცირა იმავე პირობებით. თუ სტუდენტი 2 კვირაში ვერ ჩააბარებს დავალებას, ის უნივერსიტეტიდან გარიცხავ. ან მათ შეუძლიათ შეუერთდნენ თავდაცვის სამინისტროს და განათლება მიიღონ ორგანიზაციაში, რომელიც გარდაულად ჩართავს მათ უკრაინის ომში. ვლადიმირ პუტინმა რუსეთის საგანმანათლებლო დაწესებულებები გადააქცია მილად, რომლითაც მეტი ხორცი მიეწოდება ომის ხორცსაკებს.
იგივე ცდილობს გააკეთოს რუსეთის ბიზნესებთანაც. თანაც, რიაზანში რეგიონულმა გუბერნატორმა ადგილობრივ ბიზნესებს საინტერესო განკარგულება მისცა. Moscow Times-ის მიხედვით, განკარგულების მიხედვით, კომპანიებმა, რომელთაც 300-მდე თანამშრომელი ყავთ, უნდა წარადგინონ 2 კანდიდატი, რომლებიც რუსულ სამხედროებთან კონტრაქტს გააფორმებენ. ეს რიცხვი 5 კანდიდატამდე იზრდება, თუ კომპანიაში 500 ან მეტი თანამშრომელია. და სამიზნე აუცილებლად მხოლოდ ბიზნესები არ არიან. ახალ განკარგულებაში გამოყენებულია ფართო ტერმინები, როგორიცაა ორგანიზაციები და დაწესებულებები, რაც გზას უხსნის სხვადასხვა ჯგუფების სამიზნედ ქცევას. აქ არანაირ პრობლემას არ ხედავთ. აბსოლუტურად არსობს შურათ. არ არსებობს შანსი, რომ ბიზნესის მფლობელები პირადი წყენის გამო თავიანთ თანამშრომლებს სიკვდილზე გაგზავნიან და მით უმეტეს არ არსებობს შანსი, რომ რიაზანი ნელ-ნელა დაასუსტებს გაჭირებულ ბიზნესებს მათი თანამშრომლების სიკვდილზე გაგზავნით. სარკაზმის გარეშე ეს სიგიჟეა. ეს თითქმის ისეთივე სასოწარკვეთილია, როგორც რუსეთი, რომ ლოთებს იწვევდეს თავის არმიაში. სწორედ ამას წერდა რადიო თავისუფლება 2 აპრილის გამოძიებაში, რომ რუსეთი ასე იქცეოდა. ის მოგვითხრობს ეგორ სპინიჩის ისტორიას, რომელიც მძიმე სმის შემდეგ გამოფხიზლდა და ეგონა, რომ დეტოქსიკაციის ცენტრში იყო. სინამდვილეში ეს იყო სამხედრო გაწვევის ოფისი, სადაც ის პოლიციის მიერ დაკავების შემდეგ გადაიყვანეს. სპინიჩის ხელმოწერა დოკუმენტებზე უკვე ეწერა და ის უკრაინაში გაგზავნეს. როგორც ჩანს, ეს ხრიკი რუსეთში სულ უფრო გავრცელებული ხდება. საქმე იქამდე მივიდა, რომ რუსს ვერც კი შეუძლია რამდენიმე ჭიქაარაკი მშვიდად დალიას, ისე რომ პუტინის სატანო რომში ძალით არ წაიყვანა. ჩვენთვის არ ჩანს, რომ ადამიანები, რომლებსაც ქუჩაში მთვრალებს პოულობ, საუკეთესო კანდიდატები არიან ჯარისკაცებად გახდომისთვის. და მაინც, რამდენი აბსურდული ხრიკიც არ უნდა მოიფიქროს რუსეთმა ახალი ჯარისკაცების მოსაზიდად. ეს არ ცვლის ერთ უბრალო ფაქტს. ეს საკმარისი არ არის. და პუტინმა იცის, რომ ახლა რეალურ დროში უყურებს რუსეთის არმიის სრულ კოლაფსს. და იცის, რომ მხოლოდ ერთი რამ შეუძლია გააკეთოს, რათა შეაჩეროს ეს სისხლდენ. მობილიზაცია ნელ-ნელა უახლოვდება რუს ხალხს. უკვე არსებობს ნიშნები იმისა, რომ ეს ხდება. 20 თებერვალს ევრონიუსმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კრემლი გეგმავს შეზღუდული გაწვევის სისტემის შემუშავებას, რათა იძულებით გამოიძახოს რეზერვისტები და გააძლიეროს ოსძალებიაში. ეს ჯერ კიდევ სრული მობილიზაცია არ არის, მაგრამ მასთან უფრო ახლოს მიდის. და ვლადიმირ პუტინი იცის, რომ 4 წლიანი ომის შემდეგ, რომელიც რამდენიმე დღეში უნდა დასრულებულიყო, მისი ხალხი მოთმინებას კარგავს. თუ მობილიზაციის გადაწყვეტილებას მიიღებს, ვლადიმირ პუტინს შეიძლება აჯანყება შეხვდეს. სწორედ ეს შედეგი სურს უკრაინას მიაღწიოს. ვლადიმირ პუტინის პროპაგანდისტები უკვე ამზადებენ ნიადაგს იმისთვის, რაც რუსეთს მოუწევს გააკეთოს. რუსულმა საინფორმაციო სააგენტო TASS-მა 3 მაისს დმიტრი პესკოვის სიტყვები მოიყვანა. მან თქვა: "ხედავთ, რომ ევროპელები მობილიზებენ თავიანთ ძალებს და ანტირუსული კამპანია მათთვის მობილიზაციის საბაბია. ისინი მზად არიან დიდი თანხები დახარჯონ სამხედრო გაძლიერებაზე." თარგმანში ეს ნიშნავს: "ოჰო, ბიჭებო, ევროპა ძლიერდება. რუსეთს მეტი ჯარისკაცი დასჭირდება ამ საფრთხის გასამკლავებლად." კრემლის პრეს-სპიკერი ამტკიცებს, რომ ევროპასთან რთული დაპირისპირების პერიოდი ახლოვდებოდა. მაგრამ სინამდვილეში ის უბრალოდ ცდილობს რუსი ხალხი მოამზადოს გარდაუვალისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ პუტინი მალე აიძულებს მათ უკრაინაში იბრძოლონ. ახლა ამას ვეღარაფერი შეაჩერებს. 5 ზედიზედ თვე, როცა რეკრუტირება დანაკარგებს ვერ ანაზვაურებს, აჩვენებს, რომ რუსესებს შორის პუტინის ომისადმი ინტერესი იკლებს. და რადგან უკრაინა სულ უფრო მეტად იყენებს იმ სტრატეგიებს, რომლებმაც დეკემბრის შემდეგ რუსეთს კატასტროფული დანაკარგები მოუტანა, პუტინი კიდევ უფრო მიიწევს ზღვართან. სასოწარკვეთილი რეკრუტირების ტაქტიკები არ მუშაობს. მობილიზაცია მოდის. და მიუხედავად იმისა, რომ ამას ჯერ ვერ ხედავს, რუსეთმა ომი უკვე წააგო და ეს ბოლო პანიკური ნაბიჯი პუტინის დასასრული იქნება. ისინი, ვისაც რუსეთი ჯერ კიდევ ახერხებს რეკრუტირებას, დიდხანს ვერ ცოცხლობენ. რადაც კლავს რუსეთის ჯარისკაცების 90%-ს მანამდე, სანამ ისინი ფრონტის ხაზამდე მიაღწევენ. და ამას ორ სიტყვას შეიძლება შევაჯამოთ: სასიკვდილო ზონები. გსურთ მეტი გაიგოთ? ან უყუროთ ჩვენს ვიდეოს, რომ ნახოთ, როგორ გადაატრიალა უკრაინამ რუსეთის გამოფიტვის ომი და მიაღწია იმგვარ დანაკარგებს, როგორიც 2026 წელს ვიხილეთ. თუ მოგწონთ ეს ვიდეო, არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ სამხედრო შოუ, რადგან ჩვენ უკრაინის ომს ციფრებით ვაანალიზებთ. მადლობა ყურებისთვის.